მოდი აი კავკასიის მედიცინის ცენტრის ყველაზე მძლავრი მიმართულებები რომ განვიხილოთ. მაგარიას და ხარისხიანის კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ ყველა სერვისი ეგეთი გვაქვს. აი ჩემთვის კარდიოქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ძალიან მაგარია, ოფთალმოლოგია ძალიან მაგარია, ნეიროქირურგია ძალიან მაგარია. ძალიან ძლიერი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტით, კრიტიკული მედიცინის განყოფილებით, საოპერაციო, პოსტოპერაციულ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტით დაწყებული აი პრევენციიდან, რომ შენი ჯანმრთელობა ამონიტორინგო დასრულებული თუ რამე დაგიდიაგნოსტირდა ისევ ჩვენთან კურნალობის ჩათვლით ყველაფერი მიიღო ერთ სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით. ესეთ მულტიპროფილურ ჰოსპიტალებში ზოგადადაც რომ თქვათ, პაციენტის უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცულია. კლასიკური სტაციონარი რაც არის, მაგ კუთხით რეფერალური ცენტრის სტატუსი გვაქვს. თქვენი პაციენტი იყო უწმინდესი კათოლიკოს პატრიარქი. არასოდეს არ დამავიწყდება კავკასიის მედიცინის ცენტრის ღობე, რომელიც განათებული იყო სანთლებით. გამარჯობა, პარასკევის საღამოა და ეთერში ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და დღეს საკმაოდ საინტერესო საუბარს გიმზადებთ. დღეს ჩვენ შევიხედავთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მულტიპროფილური ჰოსპიტალის სამზარეულოში, ასე ვთქვათ, როგორ იმართება ის, რა გამოწვევების წინაშეა და ყველაზე მძლავრი სამედიცინო სერვისები, რატომ არის კავკასიის მედიცინის ცენტრში. მისი დირექტორი სოფო ასპაინძე იქნება ჩვენი პოდკასტის სტუმარი. სოფო, მადლობა დიდი რომ მოხვედი და ძალიან დიდხანს გელოდი. მაგრამ სულ დაკავებული ხარ ვერასდროს ვერ იცლი და ეს მესმის ხო ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მძლავრი მულტიპროფილური ჰოსპიტალის დირექტორი ხარ, რაც ესეთია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა. კეთილი. აი, რამდენად რთული არის ამ ჰოსპიტალის მართვა. მოგესალმები გიორგი პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. მე აქტიურად ვადევნებ თვალყურს თქვენს პოდკასტებს, რადგან ძალიან საინტერესოა. აი ის შინაარსი, რასაც გადმოსცემთ ხოლმე ექიმებთან და ერთად და ძალიან გულშემატკივრად პირველ რიგში. მადლობა ძალიან დიდი. მე თქვენ. რთული კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელობა. ახლა რო ვთქვა, რომ არ არის რთული, თქო, ალბათ არავინ არ დამიჯერებს. რთულია, ნამდვილად რთულია, თუმცა ყველაფერს ალბათ ამარტივებს ხოლმე, როდესაც კარგად აცნობიერებ, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ და როცა მოქმედებ რეალურად მისიიდან გამომდინარე. და თვითონ სამედიცინო სექტორია, ზოგადად ესე ვფიქრობ, ის სექტორი, რომელიც გაძლევს ძალას და ენერგიას, რადგან ამ სექტორის სიკეთე მიდის თავიდან ბოლომდე ადამიანთან და ადამიანის სიცოცხლესთან. აქედან გამომდინარე, ალბათ შემიძლია ვთქვა, ეს სირთულე, რომელიც წონის ხო იმ აუცილებლად წონის, ჩემთვის აუცილებლად წონის, თუმცა ამას დანახვა ჭირდება ხოლმე პერიოდულად, იმიტომ რომ როდესაც თვითონ პროცესში ხარ და ეს ინტენსივობა ძალიან მაღალია, რეგისტრი მაღალია, ემოციური, ხო? რაღაც მომენტში სულ შეხსენება გჭირდება. ხო, უყურე რა მინდოდა მე თქვა, ექიმები არ არიან მარტივი ადამიანები და მეთანხმები ალბათ, ხო? აქვთ ხოლმე, რა ხა მეცხოვით ჩემი ჩიტები მყავს შეს კავკასიის მედიცინის ცენტრში და ყოველთვის ასე იყო ხოლმე. არა მარტო ამ ცენტრთან დაკავშირებით, ნებისმიერ ჰოსპიტალში ან იღებენ ხელმძღვანელს, ან არ იღებენ. კიდე ჭორი კითხრა შენთან დაკავშირებით. ძალიან უყვარხარ ექიმებს, ოღონდ გულწრფელად გეუბნები ამას და ეს ძალიან და ის არის, რა ქვია, მარტივი ამბავი არ არის. და ისიც იმასაც რომ გეუბნები, რომ ექიმები რთული ხალხი არის, მათთან რაღაცნაირი სხვა უცხო ენა ხოლმე ხშირად გამოსაძებნი. ყველას ძალიან ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება, ესე ვთქვათ, ყველას თავისი ოფოფები აქვს. აი, როგორი არის სოფო ასპაინძის უცხო ენა ექიმებთან?
ხო, პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუ ამას არა, გულწრფელად გეუბნები. ხო, ჩემი ჩიტები ამას ამბობენ. ხო, ზოგადად იცი რა არის, რაც უფრო ექიმი ჩემი დაკვირვებით და ეს დაკვირვებები საჭიროა ხოლმე, რაც უფრო ექიმს მეტი დამსახურება აქვს, მით უფრო რთულია მასთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ დამსახურება ცოტა ისეთი ნათქვამია, ეს ყველაფერი მომდინარეობს რეალურად მათი გამოცდილებიდან, ხო? და აი იმ რაღაცა ცხოვრებისეული ეპიზოდებიდან, რომელიც მათ ხდის პირობითად წამყვან ექიმებს და ეხლა კავკასიის მედიცინის ცენტრი განებივრებულია, ხო, ესეთი ადამიანები. ქვეყნის წამყვანი ექიმი. კი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, უნიკალური გუნდია შეკრებილი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი დოზით არიან მოდი ესე ვთქვათ, სხვა დონის პასუხისგებლობაში. ხა პასუხისგებლობა არავის არ უყვირს, მაგრამ სიცოცხლეზე პასუხისგებლობა არის აბსოლუტურად ჩემი გადმოსახედიდან სხვა რეგისტრი, ხო? და როდესაც ადამიანი არის მაღალ პასუხისგებლობის მუდმივ რეჟიმში, იქ რა თქმა უნდა, მის მხარეს ყოველთვის ყველაფერი გაკონტროლებული ვერ იქნება, მათ შორის კომუნიკაციაში. მთავარი ფორმულა რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ეფექტურ კომუნიკაციამდე დადის, არის გაგება, მუდმივად გაცნობიერება იმის, რომ იქით მხარეს ყოველთვის არსებობს მიზეზი, რატომაც ხდება კომუნიკაციის სირთულე ან, რა ვიცი, ან მაღალი მოთხოვნები და ამის მიმართ მიმღებლობის გაჩენა და ერთმანეთის გათვალისწინება. მე ჩემი პირველი პროფესია არის ექიმობა, არჩეული მაქვს ექიმობა და აპრიორი ეს ძალიან დიდ პატივისცემას იწვევს ჩემში ექიმი თვითონ ჩემთვის არის ძალიან პატივსაცემი და როდესაც პატივისცემაზეა დაფუძნებული და ამავდროულად სულ გაქვს იმის გაცნობიერება, რომ იქით მხარეს იმ ხელატვირთია, რომელიც თუნდაც მოზომვას ხანდახან ვერ იტევს, რა თქმა უნდა, მიმღებლობა ძალიან მაღალია და მანდ უკვე, როდესაც ერთ მხარეს მაინც აქვს ეს გაცნობიერება, ჩემი დაკვირვებით, კომუნიკაცია ყოველთვის ეფექტურია. აი, მოდი დათმობების თემას შევეხები. შენ უფრო გიწევს ხოლმე, აი როგორ ხარ არის ამ კომუნიკაციის დროს დათმობის თემა. შენ უფრო გიწევს დათმობაზე წასვლა თუ? იცი, ამას დათმობას არ დავარქმევ, უფრო რაღაც საერთო გადაწყვეტილება. ხო, უფრო დავარქმევ შეთანხმებას, ხო? მე ზოგადად არ მჯერა თუ ორ მხარეს საერთო მიზანი აქვს და ამოცანა და ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის პაციენტზე დადის და პაციენტის უსაფრთხოებაზე და საუკეთესო გამოსავალზე ფორმა ვერ მოიძებნოს შეთანხმების. უბრალოდ ჩემი ამოცანა მაგ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ერთ მხარეს გავიხედოთ იმ ფორმით, რომელიც რეალურად მიგვიყვანს იმ წერტილამდე და აქედან გამომდინარე, ალბათ ეს მენეჯერის და ლიდერის როლია და მაგისთვის ვარ მანდ, რომ რაღაცნაირად ის საერთო ენა გამოინახოს, რომლითაც ცალ-ცალკე სრულად გაცნობიერებულად ვემსახურებით ადამიანს და პაციენტს და როცა ერთად ვაკეთებთ, მანდ უკვე 2+2 4-ზე მეტი ხდება. ხო, მართალია, აი რთულია იყო ამ ცენტრის დირექტორი და რა მინდა კითხვა, აი მოდი ეს ყოველდღიურობაში რო ჩავიდეთ, რამდენ საათს ატარებ ქავთარაძის 23 ნომერში? 23 არის თუ 23? 23-ია. ესე იგი, დილის ყველა კონფერენციას ესწრები? დილის ყველა კონფერენციას არ ვესწრები, ვესწრები კვირის კონკრეტულ დღეებში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ისეთი კლინიკური გუნდი გვყავს, რომელსაც ჭირდება თავისი სივრცე მათ შორის, დირექტორს მე ვფიქრობ, რომ სხვა როლი აქვს. ალბათ ქავთარის 23-ში 12 საათს ვატარებ ფიზიკურად და გონებით 24 საათს. არის ენებს გონება იშვებულებაში. იცი, ძალიან მე გუნდით ძალიან მედავება მაგნაწილზე და ძალიან ბევრი ადამიანი. ცოტა რილექსტო? ხო, იცი, ფიზიკურად შეიძლება სხვაგან იყო, მაგრამ ამ ხელა პასუხისგებლობა, როდესაც არის, პასუხისგებლობაც არა, უბრალოდ არსებობ აწმყოში იქ.
და ამ ყველაფრის ნაწილი ხარ. მე მგონია რომ მანამ ხარ უნდა იყო ხო და ბოლომდე დაიხარჯო. კეთილი, აი შენ ახსენე რომ მე პროფესიით ექიმი ვარ, ხო, ექიმი ხარ პროფესიით, ერთი უნივერსიტეტი გვაქვს მე და შენ დამთავრებული. კლინიცისტ ექიმობაზე არ ოცნებობდი? აი, რო აბარებ, მაინც ყველას აქვს ეს რომანტიკული განცდა, რომ რაღაც თეთრხალად ჩაიცვამს, ექიმს მოემსახურება. აი, ჩემ შემთხვევაში სხვა ისტორია იყო. ჩემ შემთხვევაში იყო ისტორია ესეთი, რომ მე ძალიან ესეთი ათოსანი მოსწავლე ვიყავი, აი ყველაფერი რო გამოსდის რა, რაღაცა ეგეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ ცოტა სხვანაირად რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეს სულ ესეთი პერფექციონისტულ მდგომარეობაში ყოფნა არ არის სასარგებლო ეგრე მგონია. და როგორც ხდება ხოლმე რა, აი სოფო რასაც გეტყოდნენ ხო, სოფო ვინ უნდა გამოვიდეს პროფესიით და ესე რომ ვთქვა, ჩემი მშობლების არჩევა. სოფო ექიმი უნდა გამოვიდეს. სოფო ექიმი უნდა გამოვიდეს, ხო, ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო ჟურნალისტიკაში წავიდოდი. კი, სხვათა შორის. გამოგივიდო და მინდა გითხრა. მადლობა. და ესე მაშინ კოლეჯი იყო, საკმაოდ პოპულარული სამედიცინო კოლეჯი. ციბაძე იყო დირექტორი, ხო? ჩემ დროს უკვე მარველაძე იყო. საკმაოდ პოპულარული და მე-9 კლასის მერე, ანუ პირდაპირ აი ამ კოლეჯში მოვხვდი და აი ითი პირველი იყო ინერცია, თუმცა ხა ექიმობა იმდენად ჰუმანური პროფესია, რა თქმა უნდა, ხა კატეგორიულად მიუღებელი ალბათ არ იქნებოდა ჩემთვის იმ მომენტში დღეს ეგრე ვფიქრობ. სულ ბავშვობაში მოცეკვავეობა მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ რაღაცა მოვხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და მე მოხდა ესეთი რამე, რომ უკვე მაღალ კურსებზე, ხო არის რომ კლინიკურ პრაქტიკებს გადიღე მე-4, მე-5 და რაღაცა ერთხელ მახსოვს, რომ მორიგეობა ესე ხო გინაწილებენ, რომ უკვე კლინიკურ აქტივობას შეხვდა და მორიგეობაში მოვხდი უზნაძეზე, იყო სამშობიარო რა, ანუ ეს განაწილები და აი ამ ერთ მორიგეობაში რაღაცა 5 მშობიარე მიიღო, ვისთანაც ვიყავი ამ მორიგეობაზე და რომ მივხვდი, რომ აი მასშტაბი, აი ამ ყველაფრის და ეს ინტენსივობა იმ მომენტში დღეს ვაცნობიერებ, რომ იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ დაგატრიგერა ეთქო. რომ ექიმი არ ვიქნებოდი. მე რაღაცნაირად ეტაპობრივად მოხდა თვითონ უნარებმა, საორგანიზაციო უნარებმა გადაწონა ჩემი უფრო აქეთ ჯანდაცვის ადმინისტრების ნაწილში გადმოსვლა და თუმცა ძალიან წარმატებით 6 კურსი, 6 წელი ხა ექიმები ყველაზე დიდხანს სწავლობენ, ხო, ეს აბაკალავრო ნაწილი და დიპლომირებული მედიკოსის სტატუსი დღემდე მომყვება. ხო, და იმ ერთმა მორიგეობამ, რომელმაც შენმა მიანმა რომ მიიღო 5 მშობიარე კარი, მაშინ თქვი რომ მე ამას არ გავაკეთებ. რა, კი, ეგრე იყო. კეთილი, ამ შენ პოდკასტს აუცილებლად მოусმენენ ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექთნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი არის ჯანდაცვის სფეროში, ხო? კი. და მე ექთნის როლს მინდა ხოლმე ყოველთვის ხაზი გავუსვა. და მინდა რომ ეს პროფესია სულ უფრო დაფასდეს მონეტარულად პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ კარგი შემოსავალი, იმიტომ რომ თუ ჩვენ დასავლეთის ქვეყნებს გადავხედავთ, სწორედ ექთნის საქმეზე დგას ბევრი რამ. რა ხდება ექთნების თვალსაზრისით კავკასიის მედიცინის ცენტრში და რას ეტყოდი შენ ექთნებს, რომლებიც ახლა იქ მუშაობენ? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ალბათ დღეს ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა საექთნო მიმართულება თუ ავიღებთ ადამიანური რესურსის ასპექტს, ექიმობა კვლავ პოპულარულია და საბედნიეროდ პოპულარულია, მაგრამ ექთნობა ნაკლებად, მწვავე დეფიციტია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს დეფიციტი თითოეულ პროვაიდერში აისახება და მათ შორის კავკასიის მედიცინის ცენტრშიც. ამას ემატება ის, რომ აბსოლუტურად გეთანხმები, ექთანი არის ხერხემალი პაციენტის მოვლის და მე ხანდახან კიწყინთ ხოლმე ექიმებს, რომ ვამბობ, რომ ექთნის გარეშე გამორიცხულია სრულფასოვანი ხარისხიანი პაციენტის მკურნალობა. ანუ ეს ხო წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მოვლის გარეშე რა მანიპულაცია, რა ჩარევა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მოვლა არ ჭირდებოდეს.
და ამას ჩვენთანაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მათ შორის გადამზადებას, მათ შორის მონეტარულ ნაწილს შევეხეთ და სამოტივაციო სქემების ამუშავებას. და ნუ რაც არის განსხვავებული ალბათ ჩვენთან არის ის, რომ ჩვენთან კავკასიის მედიცინის ცენტრმა 2024 წელს აიღო JCI აკრედიტაცია, ხარისხის ოქროს სტანდარტის აკრედიტაცია, სადაც დაახლოებით 300-მდე საექნო სტანდარტი დაინერგა, რომელიც კიდევ განსხვავებულ ოპერირებას გულისხმობს და ამ მხრივ ჩვენი ექთნები ერთის მხრივ დაიტვირთნენ, მაგრამ მეორის მხრივ ეს გამოსავლიანობის კუთხით ძალიან სასარგებლოა პაციენტებისთვის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის. მე სულ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მათ შორის აღიარების და დაფასების პლატფორმები შევქმნათ ექთნების საერთაშორისო დღე არსებობს, თუმცა მაგის მიღმაც ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი ბევრი მოქნილი უკუკავშირის სისტემა აწყობილი, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ და შეიგრძნონ. თუმცა გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან აი ამ დატვირთულობის და მოცულობიდან გამომდინარე საქმე საკმაოდ რთულია ექთნების აი ესე დამაგრება ხოლმე და რაც არ ვიცი საამაყოა თუ არ არის საამაყო, სტუდენტი ექთნები ყავს ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ნუ კავკასიის მედიცინის ცენტრი არის ძალიან დიდი სასწავლო ბაზა მექა და აი ეს ადამიანები მოდიან ექთნებად უბრალოდ იმიტომ რომ უყურონ ექიმებს და ისწავლონ, თუმცა ნუ ფანტასტიკური ექთნები ხდებიან და აი ნამდვილად და უღალავად შრომობენ და თუმცა მე რექტოვებენ და ხდებიან ექიმები და ეს არის შესაძლებელი რეალურად. რჩებიან ნაწილი ალბათ თქვენთანაც, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ რეალურად თვითონ კავკასიის მედიცინის ცენტრს აქვს 16 სარეზიდენტო პროგრამა, ყოველწლიურად 40-მდე რეზიდენტი ასრულებს რეზიდენტურას, ამასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვა უნივერსიტეტებთან 1500-მდე სტუდენტი დადის კავკასიის მედიცინის ცენტრში და რა თქმა უნდა ეს ადამიანები საქმდებიან ჩვენთან, ნუ სამწუხაროდ ახლა 260 საწოლიან ჰოსპიტალში ყველას ვერ დაიტევს, მაგრამ აი ეს რაღაცა კარიერული გზა ძალიან ცხადია იმ ადამიანისთვის, ვინც პირობითად მოდის ჩვენთან და მე პროფესიულად როგორ განვითარდება, რა ეტაპებს გაივლის და რაც მნიშვნელოვანია. კეთილი, შენ ახსენე რომ პერფექციონისტი ვიყავიო და პერფექციონისტიც ხარ, ვინც გიცნობს. აი რაზე ვერასოდეს ვერ დახუჭავ ჰოსპიტალში თვალს. აი რამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოს ამბავი. ყველაფერს ვერ ვიტყვი. ყველაზე მთავარს ვიტყვი. ყველაზე მთავარი, ჩემთვის წითელი ხაზია პაციენტის უსაფრთხოება, როცა იყვება. ანუ ეს არის, აი როგორ ეს არც ეს მე მგონია რომ საბაზისო ეს არ არის პერფექციონისტთან კავშირში, ესე ვფიქრობ. ანუ თუ რამე პროცესი, რგოლი შეიძლება გაუცნობიერებლადაც მე მაგას სრულად ხვდები, რომ რაღაც მომენტში ამას ვერ ვაცნობიერებთ, ხო, ეს რომ რაღაცა ისე არ მუშაობს, ან ასე შემდეგ. მათ შორის პირველ რიგში მე ვიღებ მაგაზე ხოლმე პასუხისმგებლობას და ზოგადად ვახასიათებ ძალიან მე თვითონ პროცესებში შესვლა, ხო? პაციენტის უსაფრთხოება არის ჩემთვის წითელი ხაზი. ხო, შენ თქვი რომ პაციენტის უსაფრთხოება არის შენთვის ის წითელი ხაზი, რომელსაც გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად პირადად აკონტროლებ, პირადად იღებ და პირადად ერევი ხოლმე ვთქვათ აი ამ სიტუაციების მართვაში. ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მათ შორის კავკასიის მედიცინის ცენტრსაც ეყოლება უკმაყოფილო პაციენტები, ხო? ეს ამ უკმაყოფილობებს როგორ ამენეჯმენტებ ხოლმე, თქვათ პაციენტთან უკავშირი როგორი არის და როგორი არის თანაფარდობა, აი წითელი ხაზები ახსენე, რომ აი პაციენტი ყოველთვის ტყუანიც ვერ იქნება, ხო? არის რაღაც შემთხვევები, სადაც პაციენტს თავისი სიმართლე აქვს. აი ამაზე რომ მომიყვე, როგორ ამ უკმაყოფილობებს როგორ მართა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ პაციენტის კმაყოფილება კავკასიის მედიცინის ცენტრში არის სისტემის ნაწილი.
სისტემას როცა ვამბობ, ხო არის რომ ორგანიზაციას აქვს რაღაც თავისი ფოკუსები, რაზეც სწორდება, ღირებულებები, ხო? პირობითად ჩვენი ღირებულებებია პროფესიონალიზმი, ზრუნვა, უწყვეტი გაუმჯობესება და არის ფოკუსი, რაღაცა მიმართულებები, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ დაიქცეს ქვეყანა, ამაზე ფოკუსი გააქვს შენარჩუნებული და მდგრადად აქ სულ გაუმჯობესებებისკენ მიდიხარ, ხო? ეს მთელი სისტემა, მთელი თავისი ინდიკატორებით და ასე შემდეგ და ერთ-ერთი არის ეგეთი კვლევა, პაციენტის კმაყოფილების კვლევა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. და ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ამ კვლევასთან ჩაჯდომა და იქ არის კომენტარები ხოლმე და ხო 300-მდე და ეს რეპორტი რომ მომდის ხოლმე რაღაც Excel-ში ეს კომენტარები 300 კომენტარივე შემიძლია ხოლმე რამდენჯერ მე გადავიკითხო, იმიტომ რომ ეს არის საჩუქარი რეალურად იმ გზაზე, რასაც ქვია უწყვეტი გაუმჯობესება. ეს არის მომენტი, როდესაც შენ გეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პირდაპირ მიიღო უკავშირი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, ახლა დირექტორი არის სადღაც ეს წვერში ხო იქ ინფორმაციის, რა ვიცი, მე მგონი რაღაცა 4-დან 7%-მდე ადის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს თვითონ ეგრეთ წოდებულ აი ამ ფილდზე ყოფნა, ხო? მაინც ეს პრობლემაა და აი ეს კომენტარები არის საჩუქარი, იმიტომ რომ ამაზე დაფუძნებით მე მთლიან სტრატეგიას აგებს ადრას ცვლი და ასე შემდეგ. თუმცა გარდა მაგ შემთხვევებისა არის მიმდინარე რეჟიმში უკმაყოფილობების ნაწილი, რომელიც საჭიროებს ხოლმე ჩემ ჩართულობას. ჩართულობას ერთის მხრივ, როდესაც მე ვერთვები პროაქტიულად, ან მეორე თვითონ მოდის პაციენტი, ან პაციენტის ახლობელი და ხდება აი ეს ინტერვენცია და ამ დროს ყველაზე რთულია ბალანსი არ დაკარგო, იმიტომ რომ ხო აქეთ მხარეს არიან შენი თანამშრომლები, რომლებზეც ლაპარაკობენ, ხო? და მეორე მხარეს არის შენთვის ყველაზე მთავარი ფიგურა პაციენტი. ყოფილა ნამდვილად შემთხვევები, როდესაც დაიდენტიფიცირებულა, რომ აი ამ პაციენტს თავის კონტექსტი აქვს, თავის ემოცია აქვს, თავის ისტორიას გიყვება და მან ყველაზე მნიშვნელოვანია ეგ გაიგონო, საჭიროება რაში დგას. რა ვიცი, თავი უყურადღებოდ იგრძნო, კომუნიკაცია დააკლდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის სიტუაცია, რომ მკურნალობის ხარისხში არ არის საქმე, ანუ მაგას ობიექტურად ხა მედიცინა არის მტკიცებული დაფუძნებული, რომელიც აი პირდაპირ ხელის გულზეა ყველაფერი, ხო, მაგრამ არის ემოციური კონტექსტი, სადაც ყოველთვის რაღაცა საჭიროება დგას, რაც დააკლდა ამ პაციენტს მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე. მაგ შემთხვევებშიც კი მე ტენდენციური ვარ პაციენტების მხარეს გადახრისკენ, თუმცა სულ მაქვს ტვინში ის, რომ არ დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც ამდენ შრომობენ და ეხლა იმას ხაზი არ გადაუსვა და ყოველთვის ვცდილობ, რომ პირადად მქონდეს ხოლმე კომუნიკაციები, აი ესეთ პაციენტებთან, სადაც განსაკუთრებით ეს ემოციური ნაწილი წინ არის ხოლმე წამოსული. აი კომუნიკაციას, როდესაც ახსენებ, კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ხო ინდივიდუალობა ახსენ და ყველა ადამიანი მაინც რაღაცნაირად ჩვენ არა ვართ რობოტები, ხო რაღაც ინდივიდუალურ, შეიძლება ყურადღება, შეიძლება ერთ სიტყვამაც კი ძალიან შეცვალოს. მაგრამ ხო, აი თუ გადავხედავთ ჩვენ პირობითად ვამბობ, შევადარებთ მაგალითად ქართულ პაციენტებს და ევროპელ პაციენტებს ერთმანეთისგან, ხომ არ ფიქრობ, რომ ქართველი პაციენტები უფრო მეტ კომუნიკაციას მოითხოვენ? ქართველი პაციენტები უფრო მეტ კომუნიკაციასაც მოითხოვენ და მიჩოულები არიან. უფრო მეტ კომუნიკაციასაც, იმიტომ რომ ჩვენ ხო პატარა ქვეყანა ვართ, აქ ყველასთან არის, ანუ რაღაცა ეს სიმჭიდროვე ძალიან მაღალი დონით არის, ყველას იცნობს, ეს ფენომენი რაღაცა ნაცნობობის ძალიან აქტუალურია, რაღაცა ზარის მოყოლების, მოკითხვის, რა თქმა უნდა, ყველანაირი პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალობის დაცვით ხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ ფიქრობ, რომ ეს ფენომენი არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მართალი გითხრათ, აი ამ ფენომენთან გარკვეულწილად რაღაცა
ჭიდილი გვიწევს ხოლმე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ამას ბევრი კვლევა ადასტურებს, რაც უფრო მეტად გყავს პაციენტი ჩართული მისი მკურნალობის სტრატეგიაში, მით უფრო გამოსავალზე ეს აისახება. დადებითი მიმართულებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ სწორი მოლოდინებია შექმნილი, ემოციურად უკვე მზად არის, ფსიქოლოგიურად მზად არის, უკვე შეგვიძლია რაღაცნაირად მისი იმედიც გქონდეს, რომ ისიც დაგვეხმარება ამ პროცესში. და მანდ აი უშუალოდ პაციენტთან მიმართებაში ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს დიდი დოზით თუ რაღაცა ბევრი კომუნიკაცია ეს სასარგებლოა. ეგრე ვფიქრობ. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველი პაციენტებს ძალიან გაუჭირდებათ მაგალითად ევროპაში, სადაც ხო, კარები დახურულია და თავისი ლიმიტირებული კომუნიკაციის ახლობლებს განსაკუთრებით დროები აქვთ და პაციენტებს კიდევ ერთჯერადად აეხსნებათ ყველაფერი. სხვა გზა არ არის, ეგუებიან ხოლმე როგორც. არა, იცი, იქ ვინც ცხოვრობენ, ისინი ამ მენტალობაში არიან და ამ სისტემაში იზრდებიან, ეგ იგივეა, რომ რა ვიცი, სადღაც რომ იბადები, ის იქ უკვე ადაპტირებული ხარ, სხვანაირად არც იცი როგორ არის და ჩვენთან ოდითგანვე ესე მოდის. აი როგორც მენეჯერს ხო აი ეს შეკითხვა მინდა დაგისვა. აი საქართველოში პაციენტის ქცევა როგორი არის? აი მე თუ შევხედავ ევროპას ან ამერიკას, ადამიანები, პაციენტები იქ უფრო მეტად ინსტიტუციას ენდობიან, ჯანდარ ინსტიტუციას. საქართველოში ჩემი დაკვირვებით, არ ვიცი შენ რას მეტყვი ამასთან დაკავშირებით, ადამიანები იქნებთან მიდიან word of mouth-ით, ანუ გაიგებენ რომ ვიღაც კარგია, ვიღაცა მურჩია და აი დობის ფაქტორი თვითონ იმდენად დიდი არ არის, ამდენადაც პერსონალური ინდივიდებთან მიდიან ადამიანები. შენ რას მეტყვი ამასთან დაკავშირებით, 100-ია თუ არა? მანამ სანამ ეს ადამიანი არ მოხვდება მართლა ინსტიტუციაში, მანამდე ნამდვილად ესია. ჩვენ კვლევაც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ვეკითხებოდით პაციენტებს, რომ აი რის მიხედვით მიდიხარ, მათ შორის პირობითად რაღაცა მარკეტინგული აქტივობები ხო, რომელიც ახლა მედიცინაში ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ ახლა მედიცინა მაინც სენსიტიური მიმართულებაა, ხო? პირდაპირ ასახელების 75% გამოკითხულების ამბობდა, რომ ექიმთან მივდივარ, ანუ ვინ გავიგე კარგი ექიმია, მასთან მივდივარ, ხო? რაც ცუდი არ არის ნამდვილად, ვერ ვიტყვით, ახლა გამოცდილება აჩვენებს მაგას და პრაქტიკა, რომ არ ისაუბრებენ ცუდ ექიმზე. ნამდვილად თუ ადამიანები საუბრობენ, იმიტომ რომ ეგ ძალიან ფაქტობრივი მოცემულობაა, გამოსავალი თუ არა აქვს კარგი ექიმს და ეს გროვდება, იმაზე არავინ არ ილაპარაკებს, რომ კარგი ექიმია და ახლა ზუსტად იგივე კავკასიის მედიცინის ცენტრშიც რომ ვამბობთ, ეს ჩვენ არ დაგვირქმევია, ეს მათი შედეგებიდან გამომდინარეა ესე რომ ხალხმა დაარქვა მოდი. ხო, მოდი ხალხმა დაარქვა ესე. თუმცა აი მაგალითად ჩემი მთავარი გამოწვევა მათ შორის ამ ცენტრში იყო ის, რომ აი ეგ სტერეოტიპი, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ან გზა, რომ ექიმიდან ინსტიტუციამდე, აი ეს გაგვევლო. ეს გზა, რომ თვითონ კავკასიის მედიცინის ცენტრი ყოფილიყო ის ინსტიტუცია, რომელსაც ენდობოდნენ და აი ხარისხის კულტურა, რაზეც საუბრობთ ხოლმე ჩვენ ახლა შიგნითაც მათ შორის მედიაშიც ხო, ხარისხის კულტურაა რეალურად მაგის გარანტი, იმიტომ რომ შესაძაც ეხები უკვე ამ სისტემას, მე უკვე თამასა სხვანაირი ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აგვირგვინებს, რომ ის უნიკალური გუნდია, რომელიც პირველ რიგში მედიცინაში უპირობო ნდობას იმსახურებს. აი, მაშინ ესეც შეკითხვას დაგისვა, რა განაპირობებს კარგ ექიმს? აი, რა გამოსავალს რომ თავი დავანებოთ, გამოსავალი ძალიან ისეთია, ხვდები? მაინც სამკვლევები გვაქვს ჩვენ, რაღაცა მკურნალობის სტანდარტი არსებობს ხომ, რაღაც ძალიან დიდი აცდენა შეიძლება მკურნალობაში არ გქონდეს. ხო, შეიძლება გქონდეს კიდევაც, მაგრამ მაინც რა განაპირობებს? ხო, ეხლა თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი პროტოკოლიზირებულია, არსებობს უამრავი გაიდლაინი, ხო, თეორიულ დონეზე, მოდი ესე ვთქვათ, კარგი მეცადინი ადამიანი შეიძლება კარგი ექიმი. ალბათ მე სუბიექტურად ჩემი კრიტერიუმები უნდა ვთქვა, ხა ვისაც დაუწერია. პირველ რიგში მე ვფიქრობ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებულობა, იმიტომ რომ აი იმას რომ თავი დავანებოთ კლინიკური გამოსავალი, ბევრი პაციენტი, გამოცდილება და ასე შემდეგ, რაც ისეთი საპასპორტო მონაცემია, მოდი ესე ვთქვათ, ექიმის, ხო? იმიტომ რომ მედიცინა აი თვითონ განვითარებადი დარგი. ძალიან სწრაფ.
მომავალ წელს, ანუ წელს რაც აქტუალურია და რა აღმოჩენაც არის გაკეთებული, მომავალ წელს უკვე სხვა აღმოჩენაა გაკეთებული და ნუ ეს ელვისის თან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ ახლა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი საერთოდ კონკურენციოზა. ხო. კონკურენცია. თქვენი ექიმი საინიშვილი მყავდა და მან თქვა, რომ ისო რა ქვია. შეიძლება ხო ჩემი ექიმი ყველაზე მეტად მე ხელოვნური ინტელექტი მე დამარტყავსო. კი, რადიოლოგების იმიტომ ის ხო იმიჯია და დატას ძალიან კარგად ამუშავებს, როცა დიდ ბაზაზია ლაპარაკი, ხო? განვითარებაზე ორიენტირებულობა, საკუთარი საქმის სიყვარული, ანუ ეს ძალიან იგრძნობა ხოლმე, ანუ აი პაციენტის სიყვარული და აი ეს დამოკიდებულება და ნუ ვერ გავექცევით ემპათია და კომუნიკაციის უნარი არის ეხლა მით უმეტეს თანამედროვე ადამიანებში ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც აი აგვირგვინებს, მოდი ასე ვთქვათ, აი რაღაცა მარილს აყრის, აი ამ კარგ ექიმობას. კი, აი პროფესიონალის რო ვამბობთ, ეგეც კაი, განვითარება ახსენე შენ და აი ესეთი ინტრიგნული შეკითხვა მინდა დაგისვა. იქნება თუ არა კარგი ექიმი, რომლის ელექტრონული პოსტის დომეინი mail.ru-ზე მთავრდება მაგალითად. ძალიან გულწრფელად მიფასო. პოლიტიკურ პასუხს არ მინდა პოლიტიკურ. არა, მე პოლიტიკურ ნაწილს არ გეუბნები, ანუ როდესაც ამბობ განვითარებას, როდესაც ამბობ მუდმივი ცოდნის გაზიარებას, ხო? ექიმებს ზოგადად არ უყვართ მეილები და საერთოდ ბუალტერია, შესაბამისად შეიძლება ჩარჩენილი კონდეს და კონდეს იგივე მეილი. გაიქეცი ამ პასუხს შეკითხვას. მაგრამ აი გეხამუშება ხოლმე რომ CV შემოგდის ექიმის, რომელსაც აი ესეთი mail.ru აქვს, ან Yandex.ru ან რაღაც ეგეთი. არ დაუკვირვები ვარ, გულწრფელად. აბსოლუტურად არ დაუკვირვები ვარ. ხო. კეთილი. სოფო, რამზე მინდა იცი რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენ? ახლა ამ ინტერვიუს როდესაც ვწერთ, ეს ინტერვიუ გავა სადღაც დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ. და ეს იყო შენი მოთხოვნა, რომელიც ხო მოხდება ისე, როგორც მოხდება. კავკასიის მედიცინის ცენტრი 10 დღის უკან ეკრანებიდან არ ჩამოვიდიოდა. ეს იყო ცენტრი, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებდა და გულწრფელად გითხრა, მესიჯიც კი მოგწერე, აღარ მახსოვს თუ წაიკითხე იმ დღეებში. აი ყველა ელოდა ხოლმე შენი როგორც ამ ცენტრის ექიმის გამოჩენას, რომ რაღაც საიმედო გვეთქვა. თქვენი პაციენტი იყო საქართველოს უწმინდესი კათოლიკოს პატრიარქი. როცა პირველად გაიგე, რომ ის შენთან შემოყავდათ, ანუ რა მოხდა, თუ შეგიძლია რომ მოგვიყვე, როგორ მოხდა პატრიარქი თქვენთან კლინიკაში. დავიწყოთ იმით აბსოლუტურად გულწრფელად, რომ მე გითხარი კიდევაც, რომ რადგან შენ ხარ. შეიძლება ამ სივრცეში რაღაცნაირად გავზიარდეთ ძალიან ესე რომ ვთქვათ, მცირე დოზით ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ღრმა ემოციური, აი სიტყვებიც კი მენანება, ანუ სიტყვებითთვისაც კი მენანება ამ მოვლენაზე ლაპარაკი. ანუ ზოგადად საუბარი არ მეშლება, ყველა მის საუბარი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის რაღაცა ისეთი ღრმა გამოცდილება, ეგზისტენციალურიც კი ჩემთვის პირადად, რომ სულ მინდა რომ საერთოდ არავის არ ველაპარაკო და ძალიან პირად სივრცეში დავტოვო მე რა ემოციებსაც, რა თქმა უნდა, ხა საჭიროებიდან გამომდინარე კონტექსტი თუ სადმე არის გასაზიარებელი, ამაზე თავს ვერ არ შევიკავებ ჩემი როლიდან გამომდინარე, მაგრამ აი პირადი ემოციები სულ მინდა რომ აი ეს რაღაცა ჩემთვის გავიარო ეს ამ მოვლენის სიდიდე. აბსოლუტურად არ შევსულ ვარ ემოციურ ველში, როცა ეგ გავიგე, ანუ
მხოლოდ და მხოლოდ რაც ჩემ თავს ვუთხარი თუ არ მოვასწარი თქმა თუ არ მოვასწარი თქმა არ მახსოვს რომ ახლა დრო არ არის ემოციისთვის ახლა უნდა ვიმოქმედოთ და ზუსტად მახსოვს 7 წუთში ან დისტანცია ალბათ ვიყო 40 წუთიანი მაგრამ 7 წუთში ვიყავი იქ სადაც უნდა ყოფილიყავი იცი ორ შეიცვალე ახლა აბსოლუტურად სხვა ემოციით ლაპარაკობდი წინ და სხვა ემოციით საუბრობ ახლა ერთ შეკითხვასაც დაგისვავ აი ჩანაწერების მიხედვით ექიმები რომ გამოდიოდნენ და შეგეძლია ამ შეკითხვაზე მიპასუხო, შეგეძლია არ მიპასუხო. ჩანაწერების როდესაც უყურებდით სატელევიზიო ჩანაწერებს, ექიმები რომ გამოვიდოდნენ, იქ იყო რომ ადრე კავკასიის მედიცინის ცენტრში შევიდა ყოფილა გონზეო და არ ვიცი ეს რამდენად მართალია, ტყუილია და ხომ არ ქონია რომელიმე ექიმთან მას რაიმე ტიპის კომუნიკაცია სანამ ის გონზე იყო. ამასაც ჩემთვის დავტოვებ. და დღეები მინდა რამდენიმე დღე გაგრძელდა უწმინდესის მკურნალობის პროცესი კავკასიის მედიცინის ცენტრში და შემდგომ აი ქაოტურად მოხდა ისე რომ აი იმ პერიოდში ქუჩაში ვიყავი და იცი რა ხდებოდა რომ აი რომ გავრცელდა ცნობა მანქანები გაჩერდა ქუჩაში და ადამიანებმა ქაოტურად დაიწყეს კლინიკაში მოსვლა. თქვენ იქ იყავით მაშინ სოფო აი უშუალოდ რეანიმაციულ განყოფილებაში იყავით? უშუალოდ მაგ მომენტში როცა ხალხმა მოსვლა დაიწყო მე რა თქმა უნდა ყველა წუთს და წამს ვიყავი იქ. მაგრამ ალბათ რასაც ახლა შენ აღწერ ეს ცოტა მოგვიანებითი პერიოდია, იმიტომ რომ იმდენად მე ძალიან შიგნით ვიყავი, რომ მე ეგ დანახული არ მქონდა. და მე ეგ დავინახე კადრებით. რაღაც მომენტში კადრებით, სატელევიზიო, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართლა ის იყო რაღაცა ძალიან ისეთი ვიწრო და ჩაკეტილი ტრაექტორია, სადაც მე ის პერიოდი გავატარე. და მე არასოდეს არ დამავიწყდება ქავთარაძის ქუჩა, გადაკეტილი. ეს უკვე მოგვიანებით. და კავკასიის მედიცინის ცენტრის შემოღობილი ღობე, რომელიც განათებული იყო სანთლებით. მთელ სიგრძეს. ერთი შეკითხვაც მინდა დაგისვა, ვიცი რა რომ შენ ეს თემაზე საუბარი ძალიან გიჭირს. პირობის დარღვევა მიწევს რომ მაინც კი დაგისვა ბოლო კითხვა და იმ საწყობში სადაც უწმინდესი მიიცვალა, ახლა სხვა პაციენტი წევს. არა. არა ხო? არა. კეთილი, კაი, შევეშვეთ ამ თემას და ისევ კავკასიის მედიცინის ცენტრს დაუბრუნდეთ. მოდი აი კავკასიის მედიცინის ცენტრის ყველაზე მძლავრი მიმართულებები რომ განვიხილოთ და რაღაცნაირად რომ ვთქვათ რატომ არის ეს მიმართულებები მძლავრი. ვიცი რომ ხო მე რამდენს გეტყვი და შენ დამეთანხმები თუ არ დამეთანხმები მოსულა ეგრე? ანუ იცი მე მგონი რომ საერთოდ ძალიან გაგუჭირდება. აი ჩემთვის კარდიოქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ძალიან მაგარია, ოფთალმოლოგია ძალიან მაგარია, ნეიროქირურგია ძალიან მაგარია. ეხლა ეს ტრანსპლანტაცია დაიწყეთ ფანტასტიკური რამ არის სულისტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შვება იქნება. აი მოდი ეგეთი კლასიფიკაცია არ მივცეთ მაგარია და ან არ მაგარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები მაგ ნაწილში, რომ ხარისხობრივ კომპონენტში მაგარია ჩემთვის ნუ ხარისხთან ასოცირდება, ხო? ანუ მაგას ეწახი, ხო? მაგარია. კი, უროლოგია. კი, მაგას ვამბობ. ანუ მაგარიას და ხარისხიანის კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ ყველა სერვისი ეგეთი გვაქვს, რაც გვაქვს. უბრალოდ ბევრი გვაქვს და ხა ჩამონათვალი ძალიან იმას გვიზავს. უბრალოდ იარი არ დაგვაუწყდეს. ხო, საუბარი შეიძლება იმგვარად დავსვათ, რომ რომელია სტრატეგიული მიმართულებები, ხო? სტრატეგიული მედიცინის კი ბატონო. სტრატეგიულ მიმართულებაში გულისხმობთ, რომ რაზე უფრო
აქცენტირებული შეიძლება ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ადრე იყო სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტები, ხო, ნევროლოგიის ინსტიტუტი, რაღაც იქ ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი, ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ რეალურად კავკასიის მედიცინის ცენტრში რაღაცნაირად აი ამის კოლექციის პროცესში არ ფაქტობრივად უკვე ბოლოში ვართ, ერთადერთი ძალიან მსხვილი პროექტი გველის ახლა წინ, რომელიც მგონია რომ ამიერ კავკასიისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტია ზოგადად. და ყველას ეგ კონცეფცია აქვს, რომ დაწყებული აი პრევენციიდან, რომ შენი ჯანმრთელობა ამონიტორინგო დასრულებული თუ რამე დაგიდიაგნოსტირდა ისევ ჩვენთან მკურნალობის ჩათვლით ყველაფერი მიიღო ერთ სივრცეში ნებისმიერ მიმართულებით და აქედან გამომდინარე ეს კონცეფცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხარისხიანად სრულყოფილად ერთ სივრცეში ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ ესეთი ტიპის მიმართულებას. მასშტაბირების ნაწილში რო ავიღოთ, ჩვენ მაღალტექნოლოგიური ცენტრი ვართ, ანუ ეს ჰოსპიტალური ღერძი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი გვაქვს, ხო? და ძალიან დიდი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ჰოსპიტალის ხერხემალი აქვს ძალიან სწორი, ძალიან ძლიერი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტით, კრიტიკული მედიცინის განყოფილებით, საოპერაციო, პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტით. და ნუ იქ ძალიან დიდი მიმართულებები, როგორც არის ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ჰემატოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, კარდიოლოგია, თერაპია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, არ მინდა ეხლა რომ რამე გამოჩოს. აი ამ კუთხით ჩვენ აი კლასიკური სტაციონარი რაც არის, მაგ კუთხით რეფერალური ცენტრის სტატუსი გვაქვს. რაც ნიშნავს, რომ სხვა კლინიკებიდან რეფერირებული პაციენტების მიღების შესაბამისად ყველაზე მძიმე პაციენტების კონტინგენტის თქვენთან იკრიბება. მათ შორის მძიმე კატეგორიის პაციენტები, პოლიტრავმები, არ ვიცი, ისეთი ნოზოლოგიები, რომლებიც ძალიან მწვავე მასშტაბურ ჩარევებს და რიგ შემთხვევაში რამდენიმე ქირურგის მონაწილეობასაც მოითხოვენ, ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. და იცი რა არის, ასეთ მულტიპროფილურ ჰოსპიტალებში ზოგადადაც რომ თქვათ, პაციენტის უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცულია. ხო, აი ძალიან მარტივად რომ თქვათ, რომ თუ გჭირდება მაგალითად მეორე სპეციალისტი, რამდენიმე სპეციალისტის ახსენა, ხო, როდესაც აი გუნდი მუშაობს, ხო? და შეიძლება ეს პატარა ჰოსპიტალს არ ყავდეს უბრალოდ ის სპეციალისტი და ამ პაციენტის, ძიმე პაციენტის გადაყვანა, გადმოყვანა და ასე შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება. ამიტომ ხო, რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა, რთული დიაგნოზების, რთული და განსაკუთრებით აი მაგალითად ინსულტების მნიშვნელოვანია, ხო, რომ უნდა იმართოს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ინსულტის მართვას საათები და წუთები განსაზღვრავენ და ისეთ დაწესებულებაში, სადაც ეს ადამიანები გადარჩებიან. და ეს ძალიან მაგარია, რა, ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ამას ძალიან ისე გეუბნებ გულწრფელად, ერთ-ერთი, ну რა ვიცი, ხა იცი რომ შედი ჰოსპიტალის ის ვარ პაციენტი ხოლმე ძირითადად, ერთ-ერთი საიმედო ჰოსპიტალია ჩემთვის. თავად როგორი პაციენტი ხარ? ძალიან მოწესრიგებული. ხო. და ეხლა რა თქმა უნდა მიყურებენ ალბათ ექიმებიც და იციან ძალიან კარგად, მე ვარ აბსოლუტურად ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკური კვლევების მიმდევარი. ანუ ყველა პროფილაქტიკური კვლევა რაც შეიძლება, ანუ პაციენტები იყოფიან ორ კატეგორიად. ან ჩემი დაკვირვებით ერთი კატეგორია, რომელსაც ურჩევნია არ იცოდეს. ანუ არ უნდა რომ გაიგოს რა, არ დიაგნოზი ამ ჩივილს იმაშობა უცდის რაღაცა თუ არ გამწავდა და მეორე კატეგორია ურჩევნია იცოდეს და მართოს. აი მე მივეკუთვნე მეორე კატეგორიას, მე მირჩევნია ვიცოდე. და მირჩევნია პულსზე ხელი მეჭიროს, რომ დროული ინტერვენცია მოვახდინო, იმიტომ რომ დღეს მედიცინაში ფაქტობრივად, ხო, ნებისმიერი ადრე ეტაპზე დიაგნოსტირებული შემთხვევა მართვადია, სიცოცხლე გახანგრძლივებადია და ეს გარკვეულწილად ამის ცოდნა, აი იმ შიშს, რასაც ქვია თუნდაც ხა მაგალითად ხო მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი ნიკა საინიშვილი ახსენე ხო რომ მაგნიტის გაკეთება ხო პირობითად შიშია რა თქმა უნდა მეც მეშინია როგორ არ მეშინია ხა რა მე ყველაზე მეტად იცი რომ მედიცინის მეშინია შეთან ნიკასაც უთხარ ნიკა საინიშვილის იმიტომ რომ რაღაცას ვიკეთებ სანამ ის დასკვნა გამოვა
უურეკავ რომ აბა რა ხდება და ის სანამ მე ვერ ველოდები დასწრებს. მე ვერ ველოდები დასწრებს. სანამ რაღაცას გეტყვის, მანამ და ჩემი სიცოცხლე მიდის ხო და ანარჩენი აი არ მეშინია არც ერთი ეს აბსოლუტურად, მაგრამ იმდენად მაქვს ეგ დაჯერება, რომ ჯობს ვიცოდე ადრე და ჯობს დავადიაგნოსტირო, იმიტომ რომ ამას მე მივხედავ რა. დაამენეჯმენტებ. კი. კეთილი და პატიოსანი და ბოლოსკენ რო გავიდეთ მე ვფიქრობ ამ ჩვენს პოდკასტს შენი თანამშრომლები ყველა უყურებს. მივესალმოთ კავკასიის მედიცინის ცენტრს, რას ეტყვის შენ მათ ხო ხა ყოველდღიურად გიხვდები, მაგრამ ასე მაინც საჯაროდ. ხო, ყოველდღიურად ხვდები, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ რუტინაში და ტემპში გვეკარგება ხოლმე ის მომენტები, როცა ეს სიძვირფასე, ერთმანეთის სიძვირფასე და წეგანაი ახსენე, მართლა ეს როცა ყველა მულტიდისციპლინური, ხო, კი, ეგ არის ჩვენი უპირატესობა, რომ აქ ჩვენ ერთმანეთს ვყავართ და პირველ რიგში ის პროფესიონალების ერთობა, რომლებიც არიან, ეგ არის ყველაზე დიდი უპირატესობა და ეს ადამიანები დღეს ჩვენ ქვეყანაში თითეული, მოდი ესე ვთქვათ, არ გამოვყოფ თითეული თანამშრომელი, იმიტომ რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა პირობითად რა ფუნქცია აქვს ადამიანს, ეს ერთი მექანიზმია, ერთი მანქანაა, რომელიც ესე მუშაობს. დაუღალავად 24 საათის განმავლობაში ემსახურება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან სიცოცხლეს და მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, შეიძლება ბანალურად ჟღერს და მადლობას ვეტყოდი და ვეტყოდი, რომ ძალიან მაგარ მედიცინას ქმნიან საქართველოში. მე მინდა მადლობა გითხრა შენ, რომ იყავი ჩვენი გადაცემის, ჩვენი პოდკასტის სტუმარი. მადლობა, უერთდები მეცოფოს მადლობას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში, სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალად, ისინი მე ვიცი, რომ მართლაც აი დღე და ღამ მუშაობენ. შენ 12 საათს ატარებ და ისინიც დაახლოებით ამ რეჟიმში არიან თუ მეტში არა. ზოგი და მადლობა კავკასიის ცენტრის ყველა თანამშრომელს. ასეთი იყო ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და მიკროფონთან იყო სოფო ასპაინძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოგვიწონოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ერთგვარად დიდი мотивация იმისთვის, რომ ახალ-ახალი საინტერესო სტუმრები და საინტერესო საუბრები შემოგთავაზოთ ხოლმე. ერთი კვირით გამშვიდობებით, მადლობა.